სექტორის გავითარების ფარგლებში ქედის რაიონში ახალი საავადმყოფო გაიხსნა. ევროსტანდარტების შესაბამის კლინიკაში დამონტაჟებულია ახალი ექოსკოპიის, რენტგენის და ანესთეზიის აპარატები. ორსართულიანი შენობა 25 სატოლზეა გათვლილი და აქ 80 ადგილობრივია დასაქმებული. მეტპერსონალმა სპეციალური გადამზადება გაიარა. სამედიცინო ცენტრის მშენებლობასა და აღჭურვაში სადაზღვევო კომპანია იმედიელმა 4 მილიონი ლარი ჩადო. ახალი კლინიკა საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრთან და აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად გახსნა. დასვე კომპანია მეორე კლინიკას შუახევში გახსნის. სექტორის გავითარების ფარგლებში 100 მილიარდი ლარი ჩაიდო. ბოლო 2 თვის განმავლობაში უკვე გაიხსნა 15-მდე კლინიკა. უახლოეს პერიოდში კი საქართველოს მასშტაბით პაციენტებს 150 ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მოიმსახურება. 85% მოსახლეობის დასაწყობი. თან უმწეოთა დასაწყობია, ხო? უმწეოც არის. ასაკით პენსიონერების შევა აჭარის მთავრობა ასწრებს 200. ესე ფაქტიურად აგვიშენებია აქ სოციალისტური და ჯანდაცვის სისტემა, ოღონდ თანამედროვე, შვედური. შვედური სისტემა. თელ ზემო აჭარაში პრაქტიკულად ჩვენ დიდი ნაწილი მოსახლეობის აბსოლუტურად დიდი ნაწილი დასაწყობია. ხო, ნუ ვიღაცები მაინც გამოჩნდება, ამიტომ მუდმივად მუშაობა იმაზე, რომ ხალხი მირეკ იყოს. ნამდვილი სამშობიარო ბუმი იწყება საქართველოში. სადაც ჩავდივართ, ყველგან არის ძამბეში და სტატისტიკას რო უყურებთ, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ დაიწყო, არ ვიცი, მოახდინა ფსიქოლოგიური გავლენა თუ არა, მასშტაბური შობადობა. ვიცოდეთ, რომ ამ დაპირებას შევასრულებთ, ეხლა საკუთარ თვალებს და არ უჭერებთ და ყურებს, რომ მართლა ამ დონეზე შესრულოთ. ქედის რაიონში ახალი სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე პრეზიდენტთან შესახვედრად ადგილობრივები შეიკრიბნენ. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ჰოსპიტალური სექტორის გავითარებაზე ესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რეგიონში კიდევ ბევრი ახალი პროექტი გახორციელდება. ქვეყნის პირველ პირს შეკრებილებმა ბიბლიოთეკის გახსნას სთხოვეს და მისგან დაპირებას მიიღეს. ქედის რაიონის მოსახლეობამ პრეზიდენტს ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის დღეს მადლობაც გადაუხადა. დიდი მადლობა რომ თქვენ ჩვენი ხალხისთვის იმდენი გააკეთებ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდხანს იცოცხლეთ. სკოლა გაკეთებულა, ხო ესე? სკოლა გაკეთდა, სავატყობო გაკეთდა, ბიბლიოთეკა გვაკეთდა და ბიბლიოთეკა გავგასაკეთდა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დაგვარი ხარ? დასასწრებელი. როგორ ხარ? სკოლა გააკეთეს თქვენ ჯერ თუ? თუ აკელია კიდე რაღაცა. როგორ სკოლაში ხარ? რომელში? რა დასაკეთებელი? სპორტარბაზია რა? გარემონტებული ეს ლევანი. ქედის სკოლას რო შევაკეთებ? ესე მომოსაკეთებს ახოთ კარგ სკოლაში. ლევან ჩადებულაცა გისკეთდება ხო? სერაფია. ეგრე მიშა გეროხე დაჩი. როგორ ახლა? მადლობ ყველაფერს და მადლობ ხადაჭერით ყველაფერს. ბევრი რაღაცა ხო კიდე და შეიძლება ეს საავადმყოფო სადაც ოცნებას ავიტყო ჩემთვის. მაგარია. რას თქვენ სახელმწიფო სათავეში მომზადეთ მიშელა დაიწყო აღმოჩენებლობის ეპოქა ქვეყანაში. ეკონომიკა ძლიერდება. ქვეყანა ლამაზდება. თქვენ ქედერას ბევრი ამტარი გაგიგეთეთ. ვინის ხალხანაელგელი დამსად დიდი მადლობა. ჩემ სოფელში ისეთი ბევრი რამ გააკეთეთ და თქვენზე ხალხი ლოცულობ. მე ქედის რაიონში ხარაულიდან ვარ. ისა პრეზიდენტობა. წამდეს ჯეროთვალ თქვენ ვერში ყოველთვის რა თქმა უნდა, ქედა ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მე აქ სულ დავდივარ, მაგრამ რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო ლამაზი იყოს კიდევ ვიდრე დღეს. და არა მხოლოდ ვისურვებდით, ჩვენ ამისთვის ყოველდღიურად ვიმუშაებთ, მუხჩა უხრელად, რომ არა მხოლოდ გავამაზდეს საქაურობა, არამედ თითოეული თქვენგანი ცხოვრობდეს ბევრად უფრო უკეთესად. იმიტომ რომ მე არასდროს არ დამავიწყდება, რომ აჭარა განთავისუფლეთ თქვენ. როდესაც დაიძრენ აქედან მანქანებით ხალხი ჩავიდა ქვემოთ და უთხრა მაშინელ მმართველებს, რომ საკმარისია ხალხის დაცინვა, ხალხის ხარჯზე ჯიბეების გასქერება, იქი დამთავრდა ყველაფერი და იქ დაიწყო ახალი ეპოქა აჭარისთვის და ესე იგი დანარჩენი საქართველოსთვისაც. მე მინდა გავიხსენო უბრალოდ ის დრო. იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ ერთი ორი
ძველი საავადმყოფო გადაღება აბაშიძემ ცოტა ის რაკე შეარემონტა შიგნიდან და დღედაღამე ჩამოყავდა ლუშკოები და სხვები და დღედაღამე ათვალიერებდა თავს იწონებდა რომ ეს რა მაგარი რაღაცა გავაკეთეო. ახლა კი არ რემონტდება შენდება სოფლიოში საუკეთესო საავადმყოფოები და არა სადღაც იქ არამედ ჩვენ რაიონში ჩვენ დაბაში ჩვენ ქალაქებში ჩვენ სოფლებში და მართალი გითხრათ თავის მოსაწონებლობა დროც არ მაქვს იმიტომ რომ მე თვითონ ვერ ვასწრებ ყველას გახსნას ის კი არა რომ მივიყვანო კიდე და ვიღაცა ერთი და იგივე ადგილზე 200-ჯერ მივიყვანო და თავი მოვიწონო. ამიტომ ეს არის განსხვავება აღშენებლობის ეპოქასა და ყუდაბზიკოვის ეპოქას შორის. ხალხზე ზრუნვასა და საკუთარ ჯიბეზე ზრუნვას და საკუთარ ოჯახზე შორის. ორივე ერთად არ შეიძლება შეთავსება. ან შეზრუნავ საკუთარ ჯიბეზე, საკუთარ მუცელზე, ან და დღედაღამე ფიქრობ იმაზე, ჩვენ გაჭირებულ ხალხს როგორ უნდა შევუსვებო გაჭირება, როგორ უნდა გამოვათრიოთ ეს ბავშვები გაჭირვები და როგორ უნდა ამოვიყვანოთ უკეთესი ცხოვრებისკენ. ჩვენ ყავს თავრობა, რომელიც არ იპარავს. ჩვენ ყავს თავრობა, რომელიც თავის ჯიბეს არ იცქერებს. ჩვენ ყავს თავრობა, რომელიც იცის, რომ ხალხის მოყვანილია, ხალხის სახელით არის იქ სადაც არის და ხალხი არის მისი საბოლოო დანიშნულებაც, ხალხი არის მისი საბოლოო უფროსიც და ხალხისთვის უნდა გააკეთოს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და მთავარი რაც უნდა იყოს, ეს საავადმყოფოები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. აი მე ვნახე აქ ხალხი, რომელმაც პოლიციებით გაიკეთა ოპერაციები. ისიც გავიგე, რომ პოლიცი ფარავს ოპერაციას, მაგრამ რაღაცებს არ ფარავს და დამატებით უნდა კიდე ამ ხალხს დახმარება. და რა თქმა უნდა ეს ასეა. რა თქმა უნდა ის რომ ქედის შუაგულში ჩაიდგა ასეთ საავადმყოფო, აქ არ ჩამოვა არც პრინციპში თურქეთიდან არ განმოვა არავინ სამკურნალოდ და არც მით უმეტეს გერმანიიდან და ამერიკიდან ჩინეთიდან ახარ ჩამოვა. ეს არის თქვენთვის. ეს არის ადგილობრივი ხალხისთვის. ეს არის ისეთი რომ დღეს ადრეს თბილისში იყო 2-3 საავადმყოფოში 5-6 პალატა ასეთი. ასეთიც კი არ იყო ბოლომდე. ამიტომ ყველაფერი ეხლა ყველაზე კარგი კეთდება იქ, სადაც ყველაზე ცუდი იყო ადრე. ყველაზე მეტად პირველად ვიწყებ დახმარებას იქ, სადაც ყველაზე უფრო დაუცველი იყო ხალხი ადრე. თქვენ იცით რომ ჩვენ წელს ქედაში გავხსენით პატარა ღვინის ქარხანა და ვენახები გაშენდა. თქვენ იცით რომ სხვა სოფლის მეურნეობის პროგრამებია, ვამატებთ ტრაქტორებს. თქვენ იცით რომ ჩვენ გზის წელს ვიწყებთ გზის გაყვანას გოდერძის უღელტეხილზე, მომავალ წელს უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალმთიანი აჭარა აღარ იქნება ჩიხი. ამას რაც სხვა შორის იგივე ხარეს ადიგენში ვიყავით და ისინი გგონებდნენ რომ ჩიხი ვართ, ჩვენ ამ გზას დაგჭირდება 2 მაქსიმუმ 3 წელიწადი რთული გზაა, მაგრამ ყველაზე უფრო რთული გზების გამყვანია და ეს იქნება არა უბრალოდ ჩიხი, არა უბრალოდ გაგრძელება ბათუმის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური პუნქტი. ჩვენ ასევე იცით რომ ვაკეთებთ ეკომიგრანტებისთვის პროგრამას ბათუმში ბინების მიღების. პირველი 100 ოჯახი უკვე მომავალი წლის, ესე იგი უახლოეს რამდენიმე თვეში, პირველ ნახევარში ქედინან გადავა ქალაქში ქვემოთ, ამას დაემატება შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე ასეული ოჯახი, წელს საერთო ჯამში, წელს და მომავალ წელს 1000-ობით ეკომიგრანტი ოჯახი დაიწყებს მასობრივად ჩასახლებას ბინებში და ესე იგი ახალ ცხოვრების დაწყებას, ახალ სამუშაო პერსპექტივების გაჩერებას, თავის შვილებისთვის ახალი მომავლის შენებლობას დაიწყებს. ესეც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. და საერთოდ ტყუილად ჩვენ არაფერს არ ვლაპარაკობთ და ხელცარიერი ჩვენ არსად არ დავდივართ. მე არსად არ დავდივარ და ლევან ვარშალოვიძე არსად არ დადის. მე ჩვენ ვიძახოთ რომ გამოვიყვანთ გზებს აჭარაში, გამოვიყვანთ ყველგან გზები. ჩვენ ვიძახოდით რომ ავაშენებთ სოციალურ ობიექტებს, ვაშენებთ სოციალურ ობიექტებს. ჩვენ ვიძახოდით რომ შევქმნით სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ვქმნით სოფლის მეურნეობის პროგრამებს. ჩვენ ვთქვით რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ დასაქმების კერას პირველ რიგში ბათუმში და ბათუმში დღედაღამე არ შენდება მშენებლობა, ეს რა თქმა უნდა დასაწყისია, მაგრამ ეს იქნება სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ქალაქი, მათ შორის დასაქმების კუთხით. ჩვენ ვთქვით რომ ეკომიგრანტებს ჩაუშვათ წავიყვანთ აქედან და ჩვენ დავიწყებთ მშენებლობა ეკომიგრანტებისთვის და დავიწყეთ ამ მმართველობით მოძრაობა. ერთ სიტყვით ყველაფერს რასაც ჩვენ თავს და თქვენ ვპირდებით. ჩვენი ღირსების საკითხია და თქვენდამე რომ მოგვესწრებოდეს ამის საკითხია, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს ბოლომდე. მოქალაქეთა